სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაც მიდისა და ამინ. მერთმა განუსვენოს ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მამას, ადამიანს, რომელმაც ალბათ თამამად შეიძლება ითქვას მთელ პატივს სცემს არა მარტო მთელი საქართველო, არამედ მთელი საქრისტიანი. ამ ადამიანმა მართლა შეუძლებელი შეძლო. ხანდახან ჩვენ ახალგაზრდებს გონია, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, სულიერი მდგომარეობა, ეს რაღაცა ისე თავისთავად დრომ მოიტანა. მეც ასე ვფიქრობდი წლების უკან, რომ რაღაცა დროება იყო ესეთი, საბჭოთა კავშირიდან გამთავისუფლდით და ეს დრომ მოიტანა, განავინმე პიროვნება შრომობდა ამისთვის, არამედ დრომ მოიტანა. დღესაც ალბათ ბევრ ახალგაზრდას გამოუცდელს ასე გონია. მაგრამ ეს ასე არ არის, ცხოვრება ამას გვასწავლის. სულ რამდენიმე ციფრს მოვიტან იმის თვალსაჩინოებისთვის, თუ რა შეძლო ამ ადამიანმა. თუმცა ეს ციფრები რეალობას, რა თქმა უნდა, სულ მცირედითაც ვერ ახასახავს, მაგრამ მაინც საქართველოს ეკლესიაში, საქართველოში უпростоრედ, მაშინ, როდესაც ჩვენი უწმინდესი გახდა პატრიარქი 1977 წელს, აბობენ, რომ იყო მოქმედი სულ 30 ეკლესია, თუმცა პირადად მე მგონია ესეც კი გადაჭარბებული. სულ 30 ეკლესია მთელს საქართველოში. მოდით ვთქვათ, რომ იყო 30. მთელს საქართველოში. ამ ეკლესიებშიც რა მდგომარეობა იქნებოდა, ამასაც ალბათ ყველა თითოეული ჩვენთაგანი ხვდებით. როდესაც პატრიარქი გახდა, ამბობენ, რომ ქართველი სტიქაროსანიც არ ყავდა. ეს მონათხრობი გამიგია და იქიდან საუბრობ ამას. მრევლი მისი იყო რუსი ბებოები. ძირითადად მოხუცებული ბებოები იყვნენ მისი მრევლი. აი ესეთი ეკლესია ჩაიბარა ამ ადამიანს. ძალიან ბევრი წლის წინ. დღეს რა ხდება? დღეს საქართველოში არის მოქმედი 2000-ზე მეტი ეკლესია. და ამაზე ცოტათი მეტი კიდე სამღვდელო პირი. როდესაც პატრიარქი გახდა, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ საერთოდ ვინ იყო კათალიკოსი. კათალიკოს პატრიარქი რომ გეთქვა ადამიანისთვის, 99% ადამიანებისაც საერთოდ ვერაფერს არ იცოდნენ. საერთოდ რა იყო არ იცოდნენ. მე ჩემზე უფროსებისგან გამიგია მონათხრობი, რომ უწმინდესი სიონის ეკლესიაში იდგა და ამბიონიდან ქადაგებდა რას? დანა იმას რაღაც მაღალ სულიერს აკითხებს. რომ ხელი ასე უნდა დაიჭიროთო, 3 თითი ესე გააკეთეთო, 2 თითი ესეო და აი პირჯვარი ესე ისახება. აი ამას ასწავლიდა მრევლს ჩვენი უწმინდესი. საიდან დაიწყო, ხო წარმოგიდგენიათ? და დღეს რა არის? ამიტომ თავიდან ეს რიგები და ის რომ დავინახეთ, რა თქმა უნდა, ყველანი გავოცდით, მაგრამ როდესაც ამ ღვაწლს კარგად გადაავლებ თავს, მე არც ისე გასაოცარი არის უკვე. ეს ხომ უბრალოდ ციფრებია ახლა, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ. თორე რამდენ ადამიანს პირადად შეეხო, რამდენ ადამიანის ცხოვრებაში პირადად მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა უკეთესობისკენ შეცვლის მხრივ. ამას კიდე რა მოთხოვს? რამდენი ადამიანი დაღუპვას გადაარჩინა. ჯერ მარტო უფალი იმას შეიწირავს, რამდენი ბავშვი გადაარჩინა. მხოლოდ იმით, რომ გამარტივია რა, აბა მოიფიქრეთ თქვენ და თქვით, რომ მე მოუნათლავ ყოველ მესამეს და შემდგომს. რამდენი სული გადაარჩინა. ჩვენ ხო ყველა მივცით, რომ რამდენმა გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა ამის შემდგომ. და კიდე ბევრი მთელი დღეები შეიძლება ვიდგეთ და ვილაპარაკოთ ამ ადამიანის ღვაწლზე.
და ასევე არანაკლებ აღსანიშნავია უდიდესი მოთმინება ამ ადამიანის და უდიდესი სიყვარული. ჩვენ ახალგაზრდები სულ იმისკენ ავართ ხოლმე მოწოდებული, რომ დასაჯოს, ეს რატო არ დასაჯა, ის რატო არ დასაჯა. ბრაზობდით ხოლმე შეიძლება ხანდახან, მაგრამ ის ესეთი არის. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ადამიანი არ დაესაჯა. მაქსიმალურად. თვითონ ის ადამიანიც კი, რომელმაც გაუგონარი რამ დააბრალა, ისიც კი მან დაიცვა. ირადად დაიცვა მან და სთხოვა ეპისკოპოსებს, რომ არ დაესაჯათ. ისე როგორც მათ ამის გაკეთება უნდა. ამ მხოლოდ დროებით შეაჩერებინა ეპისკოპოსები. აი წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ რას ვიზამდით თითოეული ჩვენთაგან. ხო სველ ადგილს არ დავტოვებდით იმ ადამიანისგან, ვინც ესეთ რამეს დაგვაბრალეთ. როგორც ამბობენ, გულის ტკივილის მეტი მას არაფერი გამოუხატავს, როდესაც ეს გაიგო. რომ მისმა აღზრდილმა თავის გულში, აი გულის ჯიბეში აღზრდილი ყავდა ეს ეპისკოპოსი. ესეთი რამე და გულის ტკივილის მეტი არაფერი გამოუხატა. და ისევ მისთვის დარდობდა. იცოდა რა თუ რა მოელოდა ამ ადამიანს იმ შემთხვევაში თუ ის არ შეინანებდა მის საქციელს. მე პირადად მოსწრებული ვარ, მომისმენია მისგან, როგორ მიუღია რჩევა უბრალო ერისკაცისგან. როგორ შეუცვლია თავისი სიტყვა უბრალო ერისკაცის ნათქვამს. ჰქონდა საოცარი თვისება, რაც ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა თანამდებობას დავარქმევ, ეკავა მას, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა საოცარი ნიჭი, მოესმინა ყველასთვის და თუ საჭირო ჩათვლიდა, შეეცვალა თავისი უკვე ნათქვამი სიტყვაც კი. არ შერცხვებოდა. დაფიქრდებოდა და თუ საჭირო ჩათვლიდა, აუცილებლად მიიღებდა. მე ვარ კიდე გიმეორებ პირადად შესწრებული კამათს, როდესაც ერისკაცი მას ეკამათებოდა რაღაც საკითხს. აი ესე ხალხი იდგა იქ, ერთ-ერთში კი არ ხდებოდა ეს. უამრავი ხალხი იდგა მის გარშემო. ამ დროს ალბათ ნებისმიერი ჩვენთაგანი გაცეცხლდებოდა და სასტიკად მოექცეოდა ეს და გააჩუმებდა, გააგდებდა იქიდან. აი პირადად მე ვიდექი, გვერდზე ვიდექი და უსმენდი ამ ყველაფერს. როგორი სიმშვიდით უსმენდა მისი უწმინდესობა. და ასეთი რამე უთხრა, რომ სახელს არ დავასახელებ იმ ადამიანის, რა თქმა უნდა. ხო, კარგი, ეხლა მარტო შენ იცი და სხვამ არავინ არ იცის. ეს ადამიანი ისევ აგრძელებდა თავისი პოზიციის დაცვას. და ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა იქ მდგომმა მერე გამოწია ეს ერისკაცი და უთხრა, რომ დამშვიდიო, ხო იცი რომ დაფიქრდება ამ ყველაფერზე და ეხლა ზედმეტი ნუ მოგივაო, გამოდიო. და დაუჯერა ამ ერისკაცმა და გავიდა. მართლაც რასაც ეს ერისკაცი ეუბნებოდა, ის გადაწყვეტილება მიიღო მისმა უწმინდესობამ. აი კიდე გიმეორებთ, მას ჰქონდა ესეთი საოცარი თავმდაბლობა. საოცარი თავმდაბლობა და საოცარი მოსმენის უნარი. მათ უსმენდა, ვინც თავის ხელში გაიზარდა ყველა, ხო წარმოგიდგენიათ, ყველა მე მაგალითად 2 წლის მერე დავიბადე პატრიარქი, რომ პატრიარქი გახდა. და მასთან ერთად მქონდა საშუალება სუფრაზე საღამოს ვახშამზე ვეწვიეთ გაშალა და მის გვერდზე დამსვა. ვინ გააკეთებს ამას? საერთოდ ვინ ვიყავი? არ ჩემი სახელი იცოდა, არ ჩემი გვარი იცოდა, არაფერი. ამიტომ კიდე ერთხელ გავმეორდები, აი ეს რიგები, რასაც ახლა ვხედავთ. არც ისე გასაკვირი ხდება, როდესაც დაფიქრდები თუ ვინ იყო ეს ადამიანი. მას ჰქონდა 2 ესეთი გამონათქვამი: საქართველო გაბრწყინდება და საქართველო გაერთიანდება. ერთშიც ეჭვი მეპარებოდა და მეორეშიც ეჭვი მეპარებოდა პირდაპირ. ეთქვით, როცა ამას ვიგებდი ხოლმე წლების უკან. მაგრამ ჩემის აზრით ერთიც ახდა და მეორეც ახდა. ორივე ახდა ჩემის აზრით. პირველი საქართველო ნამდვილად ბრწყინავს თანამედროვე სამყაროში, სადაც სიბილწე
მიღებულ ნორმად იყო ქცეული და არის სამწუხაროდ დღესაც ქცეული, ყოველ წელიწადს საქართველოს 17 მაისს ბრწყინავს აი ამ სიგნალში. ეს მისი უწმინდესობის დამსახურებაა და სხვისი არავის. და საქართველოს ნამდვილად გაერთიანებულია ამის თვალნათლად ხილვა ჩვენ დღეს შეგვიძლია დღეს ვიხილავთ და ეს დღეებია ვხედავთ. როგორ არის საქართველოს და ქართველი ადამიანი გაერთიანებული ღირსეული პატრიარქის გარშემო. მან შეძლო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისე ეცხოვრა და ისე ელოცა ღვთის წინაშე, რომ ყველა ვდარდობდით, გახსოვთ, რომ წავა რა მოხდება. დაინგრევა ყველაფერი, ფიქრობ, ამ ადამიანმა ისე შეძლო, რომ წავიდა ამ ქვეყნიდან და თან ისე წავიდა, რომ ყველა გააერთიანა. აი ეს შეძლო. და რაც თავარია, თავის შემდგომს ვინც იქნება, ვისაც აირჩევს წმინდა სინოდი, მისცა საოცარი მაგალითი და გაამხნევა. იმიტომ რომ ამის შემხედვარე შემდგომი პატრიარქი ვინც იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. აი ახლა რაც ხდება ამის შემხედვარე, მისთვის უკვე, აი იმ პატრიარქისთვის, ესე ვთქვათ, საზომი ძალიან მაღლა არის უკვე დადებული და ის შეეცდება, რომ არ გაუმტყუნოს იმედები თავის მამას, რომელიც ახლა უკვე უფალთან არის წამდგარი. მე ვფიქრობ, რომ უწმინდესმა დაიმსახურა დასვენება, დაიმსახურა, რომ მისულიყო მასთან, ვისაც მთელი ცხოვრება ემსახურა, თავის უფალ იესო ქრისტესთან. და ის ალბათ განუზომლად გახარებულია უფლის ხილვითაც და განუზომლად გახარებულია თავისი შვილების აი ამ ერთობით, რასაც დღეს თითოეული ჩვენთაგანი თვალს ვადევნებთ. და შევეცადოთ, რომ ამიერიდან მაინც აუჯეროთ მის ნათქვამებს, რასაც ის გვეუბნებოდა ხოლმე. და რაც თავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი, აუჯეროთ, პატივი ვიცეთ და შევიყვაროთ ის, ვინც მის შემდგომ გახდება უწმინდესი პატრიარქი ჩვენი ქვეყნისა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ მასაც დაუჯეროთ, მის გვერდშიც ვიდგეთ და ისიც ისე შევიყვაროთ, როგორც ვიყვარდა ჩვენი უწმინდესი. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ვინც გინდა იყოს ეს იქნება მეუფეშიო თუ სხვა, ვისაც გამოირჩევს სინოდი, ვისაც ხელს დაადებს ღმერთი, ის იქნება ის უნდა შევიყვაროთ, მან ჩვენ უნდა შეგვიყვაროს, ჩვენ ის უნდა შევიყვაროთ და ესე ერთობით უნდა ვადიდოთ ჩვენი უფალი და ვემსახუროთ მას და ჩვენს ქვეყანას. და ესე უნდა განვადიდოთ ის საქმე, რომელიც დაიწყო ჩვენმა პატრიარქმა. ერთმა შეგვაძლებინოს ეს ჩვენი ცხოვრების გზაზე. თვალმა დაგლოცოთ და